სასამართლო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესმენი წეს, რომ საქართველოს დატოვა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება არსებული საფრთხის მოტივით ახსნა და თქვა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი ციხეში გაჭყლეტით ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან. შესაბამისად, ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია. მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე და რეალური საფრთხეების შესახებ. საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ. იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომდითვალა. ბაჩიაშვილის საქართველოდან წასვლის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმაც სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით შეიტყო. რა ფორმით დატოვა ქვეყანა და სად იმყოფება ახლა მისი დაცვის ქვეშ ყოფი, ეს ლევან მახარაშვილისთვისაც უცნობია. თუმცა ადვოკატის თქმით, ბიზნესმენი 6 მარტს სასამართლოს დისტანციურად ჩაერთვება და ჩვენებას მისცემს. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად, სხვა არანაირი დეტალი არ ვიცი. პასპორტები ჩამორთმეული ქონდა, კი ბატონო, ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და შევიტყვეთ ყველა 12 საათზე, ან მე რატო უნდა გამოვკითხო, როდის და რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებს რატო უნდა დავინტერესდე, ხო, მისი გადასაწყვეტია არავისთან არ შეუთანხმება. საქმის პროკურორი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის წარმოების დაწყებას აანონსებს. მიხეილ სადრაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ბიზნესმენმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დატოვა, მაშინ როდესაც ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთის უფლება სასამართლომ აუკრძალა და პასპორტების ჩამორთმეული ჰქონდა. როგორც მოგეხსენებათ, მისმა გამოყენებული არის აღკვეთის ღონისძიების სახთგირაო, ასევე დაავადებითი ღონისძიებები, რაც გულისხმობს საქართველოს საზღვრის კვეთის დატოვების აკრძალვას ბრალდების ხარის წინასწარი ინფორმაციისა და თანხმობის გარეშე, ასევე პასპორტები და ჩამორთმეული ბუნებრივია. ფაქტობრივი მოცემულობა რაც გვაქვს ეს საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება გამოძიება. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის აბსურდურობაზე მიუთითებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბიზნესმენის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს უწევს. სანდრო ბარამიძეს მიაჩნია, რომ ბიზნესმენს საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდა, რადგანაც დაუსაბუთებელი ბრალდებით ციხეში წლების გატარება მოუწევდა. 100%-იანი სიზუსტით შეიძლება ადამიანმა ივარაუდოს იმ დარღვევების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გავაანალიზეთ, რომ მოცემულ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ბაჩიაშვილი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, ვაფასებ მე მის გადაწყვეტილებას, რომ წასულიყო ამ ქვეყნიდან. ის იდგა ნამდვილად საფრთხის წინაშე, რომ უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მოუწევდა სასჯელის მოხდა მრავალი წლით საპატიმრო დაწესებულებაში. ბიზნესმენი, რომ საქართველოს დატოვებას აპირებდა, ამის შესახებ არაფერი იცოდა ბაჩიაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმაც. ახლა ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს. მე მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი, დამირეკა, ის არის უსაფრთხოდ. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც რეალური საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩენილიყო, მათ შორის პენტენციური დაწესებულებაში. ამავდროულად ის პროცესის დაწყებიდანვე ამბობდა და ეს შემდგომ უკვე მთელი პროცედურის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ის სისხლისამართლის საქმე, რომელიც დევს მის წინააღმდეგ ამ სასამართლოში, არ იმსახურება მართლმსაჯულების მიზანს. საინტერესოა, როგორ მოახერხა და რა ფორმით დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი. თუმცა ფაქტი ერთია, რომ ბრალდებულმა ბიზნესმენმა ქვეყნის დატოვება ისე შეძლო, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერაფერი გაიგეს. ინფორმაციის გავრცელებიდან 10 საათზე მეტი გავიდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. დავა თითქმის ფინალურ ეტაპზეა. დარჩენილია რამდენიმე სხდომა, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი გელაშვილი ვერდიქტს გამოაცხადებს. საქმე ეხება ქართულ ბანკიდან გამოტანილ 5 მილიონიან სესხს, სადაც ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო. ამ საქმის პარალელურად რამდენიმე დღის წინ ბაჩიაშვილს პროკურატურამ მტკვარი ჰესთან დაკავშირებით კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. მომჩივანი ამ შემთხვევაშიც ოლიგარქი ივანიშვილია.